დილა მშვიდობის ძვირფასებო, როგორ ახართ, როგორ გიგითხოთ, მოკლედ, აი ასე ვუკეთებ, აი ასე, არ მაცვია ჯერჯერობით და იმიტომ არ ვიღებ უფრო სხვანაირად. ამდენი ფაფა გავაკეთე, კიდე ბრინჯის წუხელ გავუკეთეს და ეხა ვაცხელებ, რომ მიირთვას გოდემ და ბავშვებმა და იმედია მიირთმევენ, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს. მე მაგალითად ბრინჯის ფაფა და ამათაც უყვართ, რა ვიცი. მაგრამ სენდვიჩიო ადამ რახანა მაცივარში. იგულებოდა სოსისი, 2 ცალი სოსისი მქონდა ხალხო და ისინი დავჭერი, აი ესე, ჯერ შევწვი და მერე დავჭერი. ხო და უფრო მოეწონათ აი ეგრე. ხო და რახანის ეგულებოდა გამაკეთებინეს სენდვიჩი, ჩაისაც ვუმზადებ თან, რომ მაინც რახან ყველა ესე მყავს გაციებული. ჩაიც რო იმას აქნან, რა ქვია, დალიონ სითხე მიიყონ და მერე გავიქცევი ანიკოდეიდასთან სტაფილოს კომპოსტოს მოვიტან და გავაკეთებ სუპს. ეს ადასი ჩაი გოდეს, ფაფაც გოდეს და ეს გეგას ჩაია და სენდვიჩიც. ხო და ფაფას კიდე თუ მოითხოვენ დაუსხამ. ჩაი ადასთვის იმიტომ არ მაქვს, რომ ადამ დალია, ეხლა ჩავუსხი ზუსტად ბოთლში და დალია იმას უნდა გაუციო და გაციებული დალია. მოკლედ ეს ასეთი სისქე თუ არა აქვს, არ ჭამენ ჩემები. ადა, გძინავს გოგო, არ გინდა სენდვიჩი? გეგა გააგრძელებს, შენ თუ არ გინდა? მე გავაგრძელო? არა და იო და ხალხო და ნახეთ, ეხა უყური. ვინ? გეგა ჩაისაც წალებს. თუ მომდება მერე ფაფასაც მოინდომებს რამდენიმე წუთში, ადა. ისე რომ მიქონდა, შენ არ წაართვი სოსისი? Giga, look at me. For me. Yeah. Find us here. Come over here. Kapakai here. Nutiwi halia. მე ახალი არ მინდა ძველი მიჩანია. აბა მზეპირსი პანს. რა არის ზეპირსი პანს? ზეპირსი პანს, მართლა იპანს, ცაცრის წვიმა გვახარებს. დედა პლასტილინიანი აქვს კიდე ხელი. ნაგავში ჩავყარე, ცოტა დარჩა და მაინც მიაგნო. აწი არ ვიყიდი პლასტილინებს ამათ. გოდეს ხელი უყარს ისედაც. ვერასდროს ვერ შევიკარი ლამაზად. ეს ჩემმა გოგომ რო გამომიგზავნა, გამახსენდა რომ მქონდა და ჩემი სავარჯიშო ისინი რო ვიყიდე. ეს ისედაც აცვიათ, მაგრამ მე უბრალოდ ასე მინდოდა და ესე გადავიცვი. ეხლა გამოსარეცხები დავიწყე მე, მაგრამ ყავისთვის წყალს დავიდგან და თან ამოვეცხავ, ბევრი არაფერი არ არის, რაც ბავშვებმა მიირთმეს, ის მაქვს ამოსარეცხი. აი ესე. სუხანდელი კიდე ქვავი დავტოვე, რძის. ის გასახეხი მაქვს. მაგრამ ჯერ კავდად გავუღეს თორე.
ესე იგი ორსუკლია იმდენი მქონდა დასაკეცები ის მოვისტუმრე და ეხა დამთავრებული ექნება მანქანასაც რეცხვა ეგინიც ქეთრეულები გავრეცხე განსაცმელებიც არის და ესენიც უნდა გავფრინო კარგი ამინდია ძალიან 4 საათზე ცეკვაზე უნდა წავიდეთ არა ამირიოთ ოთახი ჯერ არა მეცადინეობის დრო ორსუკლია უდელნიკი მაგდე დაყენებული და დამირეკავს კოდე არ გამიშვიათ სკოლაში ისე იყო რომ ვერ გავუშვებდი წუხელაც ვარ ხესაც ხვალ მოხარებოდა მინკოს ბავშვები ეგიმთან და მოკლედ ხალხო ვერ გამიგია რაზე აი რა უნდა ვილაპარაკო არ ვიცი იმიტომ რომ თუ შენ ცხოვრებაზე გიყვები ყველაფერი წუწუნი გონია ხალხის კიდევ კარგი რომ უმცირესობა შედის ამაში არ ვიცი რაზე უნდა ვილაპარაკო ეს სამივე შვილებს გეფიცებით თუ ვიცოდე ვისი ამბავი მოგიყვეთ ვიზე გეჭორაო არ მინდა სხვაზე საუბარი უბრალოდ ეს არხი იმიტომ მაქვს რომ მე მქონდეს ჩემი ცხოვრების პატარა რაღაც მონაკვეთები მაინც და ჩემ შვილებსაც მით უმეტეს ეხა რომ უყურე აი ამათ პატარაობის ვიდეოებს აი რა გითხრათ არ ვიცი არც ერთი ხო არ მაქვს მაგალითად ფოტოც არ გამაჩნია ბავშვობის სადღაც 2 ფოტო მაქვს ეგ არის საერთოდ მიუხედავად იმისა რომ ბაბუა ჩემი ფოტოგრაფი იყო არ გვაქვს ფოტოები ჩვენ ხო და ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა თავიდანაც თავწერე ვიდეო თურისთვის იყო მაგრამ შემდეგ რა თქმა უნდა იმისთვის მინდა რომ ჩემ შვილებს გქონდეთ რაღაც მომენტები ბავშვობის ბუნდოვნად კი არ ახსოვდეთ აი ასე ახსოვდეთ ყველაფერი ჩაწერილი რომ მქონდეს აი ამისთვის მოკლედ თუ ვინმეს რამე წუწუნი გონიათ ან ვის უნდა ვეწუწუნო მითხარით ვის მაგალითად რომ მინდოდეს წუწუნი იმდენ რამეს გეტყოდით და მოგიყვებოდით დაჯდებოდით მართლა და მომისმენით მაგრამ არ მინდა თუ ამბობ რომ ექიმთან მივყავს ან უნდა წავიყვანო ან მსგავსი რამ ესეც თუ წუწუნში შედიოდა მოკლედ აღარ ვიცი მაგიტომაც არ მოვდივარ ეს ბოლო დრო რომ არ მინდა არ ვარ იმისთვის რომ ვინმეს თავი ძალით შეგაყვაროთ ან რაღაცა რაც ვარ ის ვარ ვისაც უნდა მიყურებს და ასე შემდეგ უკაც გამოსაცვლელი არ ვიცი რაზე ვისაუბრე არ ვიცი ზოგჯერ იმდენად წყდება გული რომ არ შეგიძლიათ ადამიანების დანახვა კიდევ კაი უმცირესობაში ხართ ეგეთი მაგრამ არა უშავ რა
ამ ჩაიდანში ჩავაგდე გუშინ ლიმონი. შუაზე გავჭერი და ისე. ცოტა ოდნავ რაღაც ქონდა ნადებივით და ისე გემრიელად მოაშორა. ისე გემრიელად, რომ არ ვიცი. აი ასე. მოკლედ ისინი კი მოვიშორე. მაგრამ ის რომელიც ძალიან სუსტია, ფრჩხილი, ეგენი ტყდება. აი, ორეთ. აქაც, აი ამაზეც. სულ ტყდება. აი. ნახეთ. ესე წუწუნი არ გეკონოთ ხალხო, უბრალოდ გაჩვენებთ ხოლმე რაღაც. რამდენს ფიქრობ, აი ეს დღეებია, რომ ფიქრობ. აი, მოვალ, მაგრამ რაზე ვილაპარაკო მაშინ? ესეთია ჩვენი ამბები. არ გვიწევს ცეკვით სადმე წასვლა დეკემბერში და გამეხარდა ცოტათი, თითქოს თან მინდოდა, თან არ მინდოდა. სახალწოდ არ ვიცი, მე არ საწასვლა არ მინდა, მუხას თუ უნდა წავა, მაგრამ მე არ მინდა არ საწასვლა და გუშინაც უთხარი, რომ მე სახლში დავრჩები, შენ თუ გინდა მაგალითად შეგიძლია გოდე წაიყვანო და წახვიდე, მაგრამ მე არ მინდა არ საწასვლა, სახლში დავრჩები. ხო და ესე, ნახოთ. არ ვიცი წინასწარ კიდე რას როგორ ვიზამ, რაღაცნაირი გული მაქვს ხოლმე. ღმერთო, ძალიან ცხელია. ვერ მომიფიქრე, რომ მანამდე მომედუხებინა წყალი. გეგას დაბადების მოდის და დღეს 27 ხო? ნამცხვარს წინასწარ გამოვაცხობ. აუ, ის რძე უნდა გავყინო ერთი წამით. წყალი კიდადე? მოდი, დედი, მოდი. დედუ. დედას გული დე? დედას სული დე? მოდი დადე. მოდი. მოდი და. მოდი ჩემი გაბუნჩული. ხო, მოკლედ, კიდე ისიც ვიფიქრე, რომ ჩემი შვილებს რო გაიზრდებიან, ესეც არ მოეწონებათ ხოლმე, რომ ზოგჯერ მოწყენილი ვართ, ზოგჯერ რაღაცა. ასე შემდეგ. მოდი და დედიკო. მოდი დედას. არა, დე გაშრეს მაგი. ნახე, ხამე მოგვიწევს ცეკვიდან მობრუნება და ხო უნდა ჩაგაცვა. დუდი. გეგა. გოდერძი მეთქი, მიეცი პულტი თვითონ. გეგას წუხელ დექსას მიცე მამომიწია, ისე იყო, რომ დექსა მივეცი. დღეს რა ვიცი. დღეს რაღაცა უკეთ, თითქოს. ალბათ დექსა მოქმედებს, იმიტომ რომ გვიანი იყო ღამე უკვე. ხვალ მშობელთა კრება არისო ბაღშიო, მაგრამ არ ვიცი, მოვასწრებ თუ არა მისვლას, დილით გამოდიო, მითხრა მე მშობელმა, მაგრამ დილით როგორ გავიდე, როცა ესენი ვის მივცე. აი. ხო და მოკლედ, თან ხამოვა 12-ის მერე წავიყვან თამათ და ანთება არ იყოს, მეტი არ მინდა არაფერი, იმიტომ რომ გეგა უკვე მეორე კვირაა მე მგონი რაც. გოდერძი ვიდეოს ვიღებ მეთქი, დედიკო.
მეორე კვირა არის რაც ეგრეა. ხო და ამიტომ მეშინია წავიყვან მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ინგალაციებს უკეთებ, ეხა მარტო ფიზიოლოგიური თუ უკეთებ, მაგრამ რაღაც გუშინ ძალიან შემაშინ. ხო და ესე არაფერი არ არის ძვირფასება, ყველაფერი კარგად იქნება. ძალით ვიცინოთ, დავიყენოთ ნიღბები, ესეთი გინდათ მე მგონი და გავაკეთებ, რა გავაკეთო, სხვა გზა არა მაქვს. არ უნდა ვილაპარაკო მასში. არ უნდა გაჩვენოთ ის, რაც არის. ესე გამოდის. ცხელია. ეხლა რას ვიზამ იცით? იმიტომ რომ არ ვიფიქროთ, ეხლა არის ხაშახას ასე მოვატრუალებ. ხო და გავაცილებ, რა ვქნა, ვერ ვსვამ. ცხელს ვერ ვსვამ, საერთოდ ესევა. ჩაიზეც. მახსოვს დედიკო ვიციებდა ბავშვობაში ასე. მე უფრო, იმიტომ რომ მე ვერ ვსვამდი ცხელს. მგონია რომ ეხლა ნახოთ აბა რას აკეთებენ. დედას ბიჭი რას უყურებ? შეგა მუსიკები არ მინდა. რა არის? ადამის საულია. ის. კაი არაფერი არა, მარტო იმაზე მიჭი და არა აჯიამაზე ისეთი არაფერი. დიდი არაფერი არ გაუკეთებიათ, ხა არ დაუშავებიათ ამათ. დედას გული. დედი, შენ რამდენი წლის ხარ? რამდენი წლის ხარ? თითებით მაჩვენე? რამდენი? რამდენი? მერე 2 3 4 4 სულ ხარ? ის მე5-ია, 4 წლის ხომ ხარ? ისე დაითვალე. მე რატო დავითვალე? შენ დაითვალე მიდიდა. დაითვალე. სამზე არის თორე გასვლები. всё, ეხლა რომ დამიშტერდება თვალები მორჩა. всё. ეხლა მატრასი რო ვიყიდეთ, ეს ჩემი ხელფასი რაც ეხლა დამირიცხება დეკემბრის თვეში. ბავშვებს გავახარებ პატარ-პატარა საჩუქრებით ნაძვის ხის ქვეშ დავუდებ. მუხასაც მინდა რამე უყიდო, მინიმალური მაინც რამე რომ ახსოვდეს. არ ვიცი რას უყიდი, მაგრამ რაც ხას უყიდი.
და ესე შო ფიქრობ ერთი ორი კიდე მეკნება დასამატებელი და ეყოფა ჩემი მაგას რამე ისეთი მინდა სუენირივით რო გქონდეთ რო ახსოვდეთ ახოთ და კი ამათ სათამაშოები უყვართ მაგრამ არ ვიცი შევხედოთ და რას ვიცამ რას მოვიფიქრებ იმიტომ რომ ჩემი მიერ გაკეთებული საჩუქარი არასდროს არ მოსწონთ ხოლმე ბევრჯერ მქონია შემთხვევა კი რამოდენიმეჯერ მქონდა რომ მითხრეს არა და ვითომ დავხარჯე კარგად და ბოლოს ესე მითხრეს რომ ეს რა იყო მართლა სამეშლების სიცოცხლის ფიცა ამიტომ რომ არის რომ სეკრეტ სანტა რაღაცა არასოდეს მონაწილეობას არ ვიღებ იმიტომ რომ ვფიქრობ რომ მაინც რაღაცა არ მოეწონება ის არასდროს არ გამიკეთებია ისე რომ მე ვიღაცაზე ნაკლებად დავხარჯო მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც რაღაცა არ მოსწონთ ვერ გამიგია სულით გულით ვცდილობ რომ აი ისეთი ავარჩიო ხოლმე რომ მოეწონო კი გემოვნებაზე არ დაობე მე რომ მომწონს შეიძლება იმას არ მოეწონოს აი ზუსტად მაგიტომაც არ ვთამაშობ სეკრეტ სანტას და მსგავს რაღაცებს არ ვთამაშობ ზუსტად მაგიტო და როცა ვიღაცა რაღაცას ვცუქნით რა ვიცი მე ესე ვარ გულით მიხარია რაც არ უნდა იყოს მაგე კევიც გინდა იყოს სულ გულით მიხარია რაღაცნაირად ვარ ხოლმე მაგრამ ყველა ესე არ ყოფილი სხვათაშორის მარტო მე არ ვიყავი რომ მითხრეს სხვასაც ესმოდა და იგითი იყურებოდა რას ამბობსო და თან ნანახი ქონდა მეორე ადამიანსაც რა ვარჩია ბავშვებშიც არ ვიხებ მონაწილეობას პირდაპირ უთხარი რა მე არ ვარ თანახმად ხო ამ სეკრეტ სანტაზე გეტყვით რატო შარშან მე არ ვიცი ეს გითხარით თუ არა მაგრამ ჩემმა ძალმა მოხდნენ რა ესე სეკრეტ სანტოდანაც და მოკლედ ანა მარია დარჩებულნად ამიტომ მე ავუხსენე გოგოებს აი მაგიტო არ მინდა არც ერთი ბავშვი არ მიიღებს იმად რომ გული ეტკინოს რომ აი ჩემი საჩუქარი არაფერი არ არის ამიტომ თუ რამე იქნება ხოლმე რომ აი ბავშვების საჩუქრები მირჩენია რომ ერთნაირად ვაჩუქოთ ყველას ხო და ესე არც არის სწორი რომ აი საჩუქრები გავზომოთ ავწოდოთ და ასე შემდეგ მაგრამ ბავშვები არიან ყველაფერს აკვირდებიან დიდიები აკვირდებიან ჯერდა ბავშვებისგან რა უნდა გაგიკვირდეს ამიტომ ჯობია მახსოვს მე რაღაც ვუყიდეთ ამათ მაინც ერთმანეთის პარკებში იხედებოდნენ მაინც აინტერესებდათ აი იმას რა ედო მაგრამ კიდევ კაი მშობლებმა ეს მოვიფიქრეთ და კაი გავაკეთეთ ყველამ თქვა რომ ესე ჯობია რომ ერთნაირები ვუყიდეთ ყველას რომ გული არც ერთს არ დაწყდომოდა ძალიან კაი იყო და ისეთი სიხარული ჰქონდათ ბავშვების ამ საჩუქრების შარშან აი არის ეგ იმიტომ მოვიფიქრეთ რომ შარშან წინ მარტო რაღაც ხის სახლი შევუძინეთ და რაღაც 5 ლარი ღირდა მე და ეგენი ჩაუდეთ საჩუქრად და იხედებოდნენ რამე ტკბილი იდო თუ არა და აი მაშინ დაგვწყდა გული რომ აი როგორ ვერ მოვიფიქრეთ ეგო და იმის მერე დავიწყე კარი გააღე ბიჭო კარი გააღე გოდე ხამე მოვიწია გარეთ სხვა წუხელ და აქ მიკიდია გარეთ არ გავფინე არა მერე სუნი აქ
რაღაცნაირი ნესტისავით. აქ მაქვს თითქმის მშრალები იქნება აწი უნდა მოხსნა ეგენიც და იმდენი დავკეცე ძილის დილით ტანსაცმელები რომ აი არ გოდეცი დედიკო თქვი რომ ვიდეოს ვიღებ მეთქი ორი ყვავილი ესხა ჩემ ყვავილს ხალხო და გუშინ ადამ მომიწყვიტა დედიკო აი ყვავილიო და სადაც ყვავილს ნახავენ წყვიტავენ და მოაგვჩენთან მაგრამ აი იმაზე რომ მომიკრიფა ის ორი კაკალი ვაიმე გავგიჟდი რატომ მოკალი ყვავილი მეთქი რატომ მოწყვიტე ცოდვა არ არის თქო დედას რატო წაართი მეთქი და ისეთი ტირილი მორთო თვითონაც აცი არ ვიზამო დედიკო ჩოდვა არისო და რა ვიცი იმედი არის ამს კიდე უნდა გამოისხას იმ ეკლიანს ქონდა ეს ყვავილი ძალიან ეკლიანი რომ მაქვს კიდევ უნდა გამოისხას ეხა ყვავილები და პატარა ესე თითქოს ნაყოფი რო იყოს ეგეთი ისა კვირტებით მოგრეთ აი ამა ნახეთ აი ისიც ყვავილი გახდება და ეს თითქოს არ მომწონდა ამდენი ეკლიანი რო იყო შემეშინდა ბავშვების გამო მაგრამ ისეთ ლამაზ ყვავილებს ისხამს აი არ ვიცი ძალიან მომწონს ძალიან მომწონს ძალიან რამოდენიმეს ცოტა გაზრდა უჭერს, მაგრამ ნათია მითხრა, რომ იმან ესე იცისო, მოვიდა და ყველა ნახა რა ჩემი ყვავილები და მაგის არ შეგეშინდესო, თავიდან იცის ეგრეო, თორე მე რო აიშვებსო, ძალიან კაი ყვავილი გამოვა, უბრალოდ პალმაზე მაქვს დიდი ყუთი საყიდელი, იმ ძიძზეც ჭრელი რომ მაქვს იმასეც დიდი ყუთი და იქეთ კიდე ძალიან ის რო არის და ორი რკინა რომ აქ სარისმაგივრად ჩაჭობილი იმასაც დიდი ყუთი უნდა იმიტომ რომ ეს მაღლა მიდისო და ასე იბურდებასავე ხო და რამე უნდა მე ვიფიქრო ელისოს გამოვართ მე სულ ვიძახი მაგრამ ჯერ არ არის ეხა ყვავილების გადარგვა კი არის თბილი ამინდი მაგრამ ერთი ის პალმა მაინც გადავდგა ერთში გადავიტანე სულ პატარაში ხო და იმედია რამე არ გავაფუჭე თქო. ხო და რავი ნაცია მითხრა რომ თბილაო და ასე რომ არ გაგიფუჭდებაო ვფიქრობ არ გამიფუჭდება იმიტომ რომ ის პალმა მიყვარს ძალიან. Bye bye have a great time. და ეს მიყვარს. აი ეს სულ რო ხარობენ ესეთი ყვავილები მიყვარს. მიწა უნდა მომეტანა ნაციასგან და ვერ მივედი, მაგრამ მივალა იმ უხარე იქნება მერე. ავალ და მოვიტან ტომრით. იმას აქვს კარგი მიწა, ყვავილებისთვის კარგი რაც არის, რომელიც ძალიან მაგრად გაახარებს ყვავილებს. მისი მოტანილი ყვავილი ყველა კაია. ჩემი დარგული არა. იმიტომ რომ მიწა არ უარ. ქაური მიწა, რაც ნაკელი აქ არც არაფერი ისეთი. კი უკენი ყავა ბევრი, მაგრამ არა ამწარე. ეს ასაწონი ყავა არის. ასე რომ ძალიან მწარე არ არის. ის რა იყო არ ვიცი და გადავხარე. ძალიან მწარე იყო ხალხო. ეს ამას ის აქვს უთი რომ უცებ კბილებს აყვითლებს. ორი დღით ადრე გამოვაცხობ ნამცხვარს, თორს გამოვაცხობ წინა ღამე. იმიტომ რომ მომიწევს კიდე რაღაცეები. გავაკეთო იმან მოვალ. კიდევ კაი ხმა არ ქონია. იმან მოვალო კიდე. მოკლედ რა რამოდენიმე ადამიანმა მითხრა მოვალო და მომიწევს მინდა არ მინდა რაღაცა გავაკეთო. სიმართლე გითხრათ არც ვაპირებდი დიდად რამეს.
მარტო ტორტს გამოუცხობ მეთქი. ისა არ უყვარს გეგას, მაგრამ იქნებ ბავშვს პატიჟებ და იქნებ იმას უყვარდეს თქო და გავაკეთებ ერთს მაინც გოდეს უყვარს. ყველი მექნება საყიდელი ზიანი გოდიდასთვის მე თქვა ნეტა. ეს გავალდა. თუ აქვს ქონდა და ვერ მოვიფიქრე რომ უნდა მეყიდა ხაჭაპურისთვის. მიან სამი ხაჭაპური მაინც მინდა. აი, კულინარიულში ამას Facebook-ს რო სკრინავ რა ამოვიგდებს, უცებ გადავსკროლავ რა აი. არ მომინდეს უფრო. თითქოს აი როგორ არის იცით, ამ წუთას გინდა, მაგრამ რო ნახავ მე რო არ გინდა სავით, აი რაღაცნაირი ის მაქვს, თორე ხინკალზეც ეგრე მჭირს. თან მინდა, თან არ მინდა. რატო იქნევთ ბიჭო, მაგიმებს რატო ისვრით გოდე? მე არ ვისვრი, ადაისვრი. რო დაიმტრევა მე აწის სათამაშოებს არ ყიდულობ. მოკლედ ესე ჩემო კარგებო. წავედი ახლა მე. აგე მშვიდობები, დროსაც არ წაგართმევთ დღეს. დროებით. ყველას პოზიტიური დღე, ნაყოფიერი ხსა. Honey, get this! Bye, bye, bye! Good.